მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში წარმოების პროდუქტიულობის გაზრდის და გარემოს დაცვის საქმიანობის გაუმჯობესების საკითხებზე ისაუბრა გიგლა აგულოშუმა. მინისტრმა აღნიშნული თემები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა. კონფერენციას სახელწოდებით რესურს ეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ. ლაპარაკია ისეთი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რომლებიც არის ერთის მხრივ გარემოს დაცვისადმი მეგობრული და ამავე დროს ენერგოეფექტიანობით გამოირჩევა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას ხელს უწყობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის დინამიკა საქართველოში უნდა გაიზარდოს და ყველა საწარმოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ასეთი ცოდნები მიიღოს. პროგრამა მიმდინარეობს თითქმის 3 წელი არის საქართველოში და ჩვენი პროექტი წარმოადგენს ამ დიდი პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს, რომლის მიზანი არის მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ შესაძლებელი არის ერთდროულად გარემოს დაცვა, რესურსების დაზოგვა და ეკონომიკური განვითარება კერძოდ ინდუსტრიულ სექტორში.